რამდენიმე წუთის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავალი დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ბეწყვული პროცესები გააქტიურდა და ღვარცოფული ნაკადი წარმოიქმნა. შედეგად ოპერატიულად ეცნობათ ორგანოებს და საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა ამალი დევდორაკის ხეობაში. ცხეთა სტეფანწმინდის ლარსის საავტომობილო გზის 134 კილომეტრი, აგრეთვე კილომეტრზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უკვე აკრძალული არის. ასევე დევდორაკიდან მიღებული ზვავ საშიშროების განგაში სიგნალის მიღების შემდეგ მოხდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ყაზბეგის თანამშრომლების ევაკუაციაც. ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე მოქალაქეთა გადაადგილება შეჩერებული არის. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურსაც. პროცესებზე დაკვირვება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა მოახდინოს. მდინარე არის ადიდებული უბრალოდ. ეხლა ჩავდივარ ადგილზე. შეჩერებულია კი მოძრაობა.